თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ამ დროისათვის ქვაღორღისაგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენების დემონტაჟი. პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი, მათ თელავს ცოცხალი ძალა გაუგზავნეს, რომლებიც იმ ადგილების ასუფთავებენ, სადაც მძიმე ტექნიკით მუშაობა შეუძლებელია. ელექტროენერგია სტიქიის ზონაში აღდგა, ასევე უმეტესად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ცნობისათვის თელავში უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადმოვიდა. მოსახლეობას 50 წლის წინ ახსოვს აღებული თელავი და ზუსტად ამ ხევის გამო და ეხაც ეს პრობლემა იყო, რომ ნაგავსაყრელად იყო დაქცეული ეს ტერიტორია რა, ანუ ხევი იყო სულ ნაგვით. სულ მაგას დავობდი და ვჩხუბობდი გასვლა გამოსვლაზე, რომ როდემდე შეიძლება ეს გადავიდა. რომ გაეწმინდათ, ესეთი მასშტაბის მაინც არ იქნებოდა. იმიტომ რომ ზევით რაც გაკეთდა, იმან გაატარა. აქეთ იყო დასამთავრებელი. ის რაც განაშენიანებას ეხება, ცოტა უფრო მეტი დაფიქრება და დაკვირვება გმართებს რა, რომ აი ამ შედეგებამდე არ მივიდეთ. შეიძლება საერთოდ მე რო გადმოვედი აქ ზევით ხიდისაკენ, აი ეს სამი შენობა იყო, აქ იყო რიყე. საერთოდ მაღალ სართულიანი საშენება აქ არ შეიძლება. შენდებაგე ამ ხელა სართულები ეგენი თავს კი ვერ დაიჭერს. დაიბზარება, მაგრამ იმიტომ რომ რიყეზეა მდგრადი ადგილი არ აქვს. ხეები რომ მოგლიჯა, დიდი წყალი რომ ის ხითა ჩახერგა და ის ვერ გაატარებდა. დანარჩენი ჩვეულებრივი წყალი მიდიოდა, მომდიოდა 42 წელიან ბინაში ცხოვრობდა, ესეთი პრობლემა არ აქვს. ჩვენთან წყალი შემოვიდა აგლებში და შესასვლელებში და გარაჟებში კიდე. სხვაგან გარეთ არ გავსულართ, იმიტომ რომ შემეულა და შული ხა პირველად გავიდნენ, რომ შემოსასვლელში დიდი გუბე იდგა და რომ გახვედეს, ის გუბეც გავიდა და ქვები ჩაყარეს და შემოვიდნენ. ვერ გავდივით, წყალი იყო პირველ სართულზე ცოტათი შემოსული. სავარაუდოდ ღამის 3 საათზე დაიწყო სტიქია, გადმოვარდა ადიდა ხევი და ძალიან ბევრი ქვები წამოიღო. დილით რომ მოვიდნენ თანამშრომლები, ანუ ვეღარ გადმოვიდნენ, ხიდიც აღებული იყო და საერთოდ უფუნქციოდ იყო ეს ხარე. ვერ გადმოვიდნენ ვერანაირად, წყალი შემოვიდა აქაც. პროდუქცია ნაკლებად არის დაზიანებული. კლინიკა არ ფუნქციონირებს, პირველი სართული განსაკუთრებით დაზიანებულია დანადგარებით. დანადგარებიც კი გარეთ იყო ასე ამბობენ. კი, დანადგარებიც გარეთ. მართალია რომ სტიქია ყველგან შეიძლება მოხდეს და შეიძლება იყოს უფრო დიდი მასშტაბისაც. ოღონდ ყველა ხელისუფლება ყოველთვის არის ვალდებული, რომ მიიღოს პრევენციული ზომები და ის რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი, გააკეთოს წინასწარ დროულად, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გარემოს ადამიანებს, მოქალაქეებს. ვერც ერთი ამ სტიქიური უბედურებიდან ქართულმა ოცნებამ ვერც გაკვეთილი ვერ გამოიტანა, დაშკნა ვერ გამოიტანა და შესაბამისად მას ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალზე, არა იმაზე, რომ ბუნებამ შეიძლება სტიქია მოავლინოს ნებისმიერ წერტილში. საინტერესო ის იყო გუშინ საღამოს ჩვენ მოვისმინეთ ინფრასტრუქტურის მინისტრისგან განცხადება, თითქოს ამას ვიღაცა რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. პოლიტიკური მიზნებისთვის კი არ იყენებს ან ვიყენებთ ვინმე. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მოსმენა არ უნდათ უბრალოდ და ის რასაც ეუბნება ამ შემთხვევაში ოპოზიცია ის გონიათ თურმე რაღაცა ცუდი და მიუღებელი. მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი არ არის მხოლოდ აუცილებელი რომ ის გაბიონები მოეწყოს და ლამაზი ბეტონი ჩაესხას. აქ არის მნიშვნელოვანი სათავე და არის მნიშვნელოვანი ქვედანაწილი, რომელმაც ფაქტობრივად გამოიწვია აი ის რაც მივიღეთ ეხლა. 2015 წლის მერე არ გასუფთავებულა ის მთავარი ნაგებობა, რომელიც არის ჯერ კიდე კომუნისტების დროს აგებული, რომელსაც ჭირდება სისტემატიური კონტროლი, რათა აი ესეთი არ მოხდეს, ასე ვთქვათ, შეკავება ისე, რომ მე აი ამ ერთობლივად შეკავებულმა ღვარცობმა არ წალეკოს ქალაქი. ვიმყოფებით ახალგაზრდებთან ერთად სტიქიის ზონაში, სადაც ხედავთ უკვე დაახლოებით გზის ნაწილზე გამწვედის სამუშაოები დასრულებულია. ჩვენ უშუალოდ მოსახლეობასთან, ვისაც აქვს პრობლემა სადარბაზოებთან, მაღაზიებთან, ასე შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიმყოფებით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მათ ეს სიტუაცია, რასაც ახლა ვხედავთ. ახალგაზრდებმა, მეგობრებმა, გადავწყვეტეთ, რომ ერთობლივი ძალებით
ჩამოსულიყავით და ჩვენი ქვეყნის საყვარელ კუთხეს დავდგომოდით გვერდში ჩვენი ფიზიკური შრომა. მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში, ფაქტობრივად როგორც აჩვენა შედეგებმა კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის თვის ნორმა ნალექისთვის ნორმის 85% მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს თუ რა მოცულობის სტიქიასთან ჰქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ვარცობისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ვარცობ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ვარცობმა სამ ჯებირს. ვაკვირდებით ჩვენ, რომ ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოყვება რა თქმა უნდა დაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა. ზიანიც იქნება აღნუსნული და შესაბამისად სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს. უშდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი. ქუთაისში ნიღბიანი პირები ქალს თავს დაესხნენ და ცემეს. როგორც ცნობილია, პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეერაღებულ ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალს თავს დაესხნენ და მიიმალნენ. შემთხვევა 11 ივლისს მოხდა. ნაცემი ქალი, რომელსაც ამ დრომდე დაუდგენელი პირები თანხას და ძვირადღირებულ ნივთებს სთხოვდნენ, კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საინფორმაციო სააგენტო ინფო იმერეთი უწყება, თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საქმეზე გამოძიება 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობით იმ ჯავრის ქვეშ იმყოფება. არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სააფთიაქო და საშუსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14,000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროკავშირს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა, განაცხადა კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ, თუ როგორ ესახება ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან დამოკიდებულების ფონზე. კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს, რადგან ამჟამად მთავრობასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს, ისე რომ მათ ევროპული პერსპექტივის იმედი არ დაკარგონ. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თუ ისინი საქართველოს მთავრობას არ დაელაპარაკებიან, მაშინ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ. ისივე თქმით, მოსწონთ თუ არა ეს ევროკავშირში, ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები მოიგო. კალასის განცხადებას აფასებენ საქართველოში.
შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართულ ხალხს. ჩვენ ასევე გქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ შევძლებთ. ჩვენ არ გვჭირდება მათთვის სწავლება, მათ იციან წესები და იციან რომელი მიმართულებით უნდა იყოს წესი, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ გვჭირდება მათთვის თავს მოხვევა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ გქონდათ, მათ მოიგეს არჩევნები, მოგწონს ეს თუ არა, ეს ფაქტია, მაგრამ თუ ჩვენ არ ვესაუბრებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას. მათთან საუბრისას ჩემი შთაბეჭდილება ხანდახან კარგია, ხანდახან ცუდი. სრულიად სამარცხვინოდ ხას უსვავენ, რომ მათ სულ ქართული ხალხის მხარდაჭერა და არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, აი აქ ზუსტად ავლენენ იმ ანტიქართულ და ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც სამწუხაროდ დღეს ევრობიუროკრატია ახორციელებს. ხო ცხადზე ცხადია და ნათელია იმ გადაწყვეტილებების ელფერი და შინაარსი, რაც ევრობიუროკრატიას სულ საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს როგორც ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს როგორც პროქსი სახელმწიფო, პროქსი გეოგრაფიული ადგილი და სულ არ აინტერესებთ მათ, რას ფიქრობს ქართული ხალხი, რომელიც ირჩევს ისეთ ხელისუფლებას, ვიზედაც და ვისთანაც არ აქვს კონტაქტი და არ მოწონთ ევრობიუროკრატიას. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად პირდაპირ აჩქარებს და აღრმავებს საქართველოში ევროსკეპტიციზმს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ამ ფორმულას, ხარს უჭერს ქართულ ხალხს, მაგრამ ხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას, ეს ადამიანი პირველი არ აღიარებს დემოკრატიას, ამიტომ არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება არის ანტიდემოკრატიული. მეორე, ეს ადამიანი პატივს არცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართული ხალხის სუვერენიტეტს თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამიტომ კაია კალასი პატივს არცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე, ასეთ ადამიანს ქართული ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოთ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეერაჩიოს. ეს სირცხვილია, ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვავს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი, არათუ ევროპულ ღირებულებებს. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს დღეს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. გურამ როგავაზე და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. გურამ როგავას განცხადებით პროცესზე არ შეუშვეს, რადგან მანდატურების თქმით სხდომა დახურული იყო. პროკურორის ცნობით როგავას უფლება ჰქონდა სხდომაზე დასწრების, თუმცა მას წინასწარ აცნობეს პროცესის დაწყების დრო. როგავას ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელის აღიარება დევს, რომლისაც მას არ სჯერა. პროკურორის თქმით, საქმეში მოწმების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხებია წარმოდგენილი, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. რა ვიცი, ვისურვებდი, რომ საქმეში არსებული ფურცლები რაღაცა კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ. იმიტომ რომ აი როგორც მაყურებელი ახლა ხედავთ და თქვენც ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, როცა ეს აღიარებითი ჩვენება მისცა, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა ციხეში და უეცრად მოუნდა რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. საქმეზე არის მოწმეთა გამოკითხვის საქმეები, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერის როგორც დათვალიერების საქმეები, ასევე თავად ვიდეო ჩანაწერები. ეს მოწმეები ხელს ადებენ ბრალდებულს? ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. კონკრეტულად რომელი ვიდეო ჩანაწერი რა საკითხს ეხება, რომელი ექსპერტიზის დასკვნა რას ადასტურებს. ამ საკითხზე შემდგომში გავაკეთებთ განმარტებებს, როდესაც ეს მტკიცებულები სასამართლოში იქნება გამოკვლეული.
და წელწად ნახევარი მთელი ეს გვეუბნებოდნენ რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება, უცებ გამოჩნდა რომ შესაძლებელია თუმცა მათი იდენტიფიცირება, ასევე ჩემს საქმეში, კონკრეტულად ჩემს საქმეშიც კი მონაწილეობდა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე მხოლოდ 2 ადამიანი, დაკავებულია მხოლოდ 2 ადამიანი. თანამდენი ხნის მერე, რაც მიუთითებს იმას, რომ საერთოდ არ ცდილობს სისტემა გამოიძიოს ის, რაც რეალურად ხდება, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფარსი და ტყუილი. შესაბამისად, ზუსტად იმიტომ არის დაკეტილს ეს ხდომაც, რომ არ უნდათ არანაირი ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება და იმაშიც არ ვარ მე დარწმუნებული, რომ ის ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემ ცემაში იღებენ მონაწილეობას, როდესაც ამდენი ადამიანი არის დაზარალებული და მხოლოდ 5 ადამიანი ძალადობდა თურმე მათზე. ეს მიუთითებს იმას ასევე, ისევ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაულებები, რაც მოხდა. ფაქტი არის სახეზე, რომ რეალურად ხელისუფლება არის იმ მხარეს, საითაც არიან ეს მოძალადე ადამიანები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცება ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში დილიდან ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა შიო მესამე აღავლინა. ზიარების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა და თარიღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, წელს ქვეყანა აღნიშნავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რაც სწორედ მოციქულთა ღვაწლის შედეგია. პატრიარქად კურთხევის შემდეგ შიო მესამემ სვეტიცხოველში ღვთისმსახურება პირველად ჩაატარა. სვეტიცხოვლობა საქართველოში წელიწადში 2-ჯერ 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები მობაძავ ჩემ და იყვენით როგორც მე ქრისტესი და ვარ თუ არა ჩვენ მზად რომ მათი მიმბაძველები გავხდეთ. იმიტომ რომ მათ თავიანთი ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად. და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა, მოწამებრივად აღესრულა. გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვარ თუ არა ჩვენ მზად აი ამ გზისთვის ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგზელებლები. აი ჩვენ დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ მოგველის რაიმე ამ ქვეყნიური სარგებელი, მიწიური ჩვენ ხშირად მზად ვართ რომ დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი, განსაცდელი, წუხარება, დამცირებაც კი და სასჯელიც კი. ოღონდ აი ამ მიწიურ ჩვენ სხვადასხვა მიზანს მივახციოთ, რადგან ვიმეორებ რომ მოგველის სარგებელი